დავიწყეთ. დღეს გვაქვს ზურგის გავაკეთებთ. ყურეთ და გაიგეთ როგორ ვაკეთებთ ზურგს. როგორი არის ეფექტური ვარჯიშის ზურგის Red Bull-ი დავლიე და 2 კაფსულა კაფეინის კაფსულა დავლიე, ასე ვთქვათ. 200 მგ არის, ანუ 400 დავლიე და კიდე ის Monster Red Bull-ი დავლიე პროცენტ Monster-ი არა. მაგრამ ვერ გავკაჩე, ვერ მაქტიურებს. სავარაუდოდ კვების ბრალი არის, იმიტომ რომ დიეტას რო ვერ ვიცავთ აქ. სულ ყოველთვის გარი ვჭამ, ხან რას ვჭამ გუშინ ვარჯიშის მე რო წავედი ფრი ვჭამე და ნაყინები ვჭამე. ძალიან ცუდად ვჭამ, სადღაც გითხრათ. რაც ესპანეთში ვჭამდი, იმის ნახევარს ვჭამ. სავარაუდოდ მეტყვა კიდევაც ენერგიაზე, სულ გათიშულას უმეძინება, იმენა რაც მინდა ყავა დავლი ვაფშე არაფერს სამშველის. ერთი კარგი ისაა, რომ ხალხი არ არის დღეს, ადრე მოვედით 10 საათზე. პრინციპში 11 საათი გახდა ახლა. გავხურით უკვე და დაგაკეთებას დავიწყებთ. და რამდენად კარგად ვივარჯიშებთ, რამდენად ნაკლები ხალხი იქნება, რომ კარგად გადავიღოთ ვიდეოები. დავიწყეთ ახლა, იმედია გავცოცხლდები. ძალიან გათიშული ვარ. არა უშავს მის გავხართული დავიწყეთ ახლა ეს გვაქვს ორი სერია გვაქვს 7-ათი გამეორებით და წესით აქ რასაც ვაკეთებთ ახლა ძალიან აგვერია აქ რო ჩამოვედით და წესით წინაზე რაც გავაკეთე დღესაც მაგამერკემა წინაზე გავაკეთე და წინაზე რაც მაგამერკემა ახლა გავაკეთებ არა უშავს ეგ არ არის პრობლემა 7-ათი გამეორებით 80 ლიბრა არის სავარაუდოდ ეს იმიტომ ლაიფ ფიტნესი არის და სავარაუდოდ მინდა რომ 7-ათამდე გავაკეთე სავარაუდოდ მეგონი 8-9-ს გავაკეთე ანუ ფაიომდე ვაკეთებ. თუ დამწყები ხართ თქვენ ამას არ გირჩევთ, იმიტომ რომ უკვე რომ დიდი ხანი უკვე ვარიშობთ, მე რა მაგაგებთ. ეგ მოძრაობა უბრალოდ ზურგის მოძრაობას ვთქვათ. ანუ ხელების ძვლები რო არის, ასე ვთქვათ. რომ მოძრაობს, უბრალოდ შილით და ვკეცავთ, უბრალოდ ეგ მოძრაობა არის. რომ ბოლომდე ფაიომდე მივიდეთ ზურგზე, ზურგის ძალიან დიდი ნაწილი არის და ძალიან ძნელია რომ მოუწურო ზურგის ენერგია. თან ერთი ის არის რომ ეს ჩემს ჯიმში არ მაქვს. ცოტა უფრო განიერი არის. და რკინის არის და სტრაპებს ხმარობ ხოლმე, მაგრამ აქ ვერ უკეთებ, იმიტომ რომ რეზინა რო აქვს. ძალიან მიჭირს და მაგით არ გამოვიყენებ და თან ხელის მეტრეთაც ძალიანაც არ მიცურავს და არ აუშავს. მეორე სერიის აღარ გადავიღებ და მე გადავალთ ეს არის ზედა ზურგი. რო გადავალთ დორსალზე, მე აგიხსნით. ვიპოვეთ სკამი, მაგრამ სტრაპები არ მაქვს და მოვუწყოთ მე ვთქვათ. იმიტომ ველოდი რომ აქ იქნებოდა, მაგრამ აქაც ნაირად აუღიათ. მაგრამ არ აუშავს. სხვა გზა არ მაქვს. კი ვეძებ, მაგრამ ვერ იმპოვია ასეთ. აქ გავაკეთებ ორ სერიას გავაკეთებ ფაიომდე 7-ათი გამეორებით, ანუ პლიანი მანქანა დავდი ასე ვთქვათ. მაგრამ მე გარის რომ მე მგონი რომ ხელი გამეშვება, იმიტომ რომ არ მაქვს სტრაპი ასე ვთქვათ. და ნახოთ აბა როგორ გავაკეთებ. სავარაუდოდ კარგი იყო, მაგრამ სტრაპები მქონდა უკეთესი იქნებოდა. ერთ რეპეტიციას ან ორს მაინც გავაკეთებდი უფრო სავარაუდოდ, იმიტომ რომ ბოლოს ხელი გამეშვა. ფაიომდე შეიძლება ფაიომდე ვერ მივედი, ბრინოლით მაინც გავაკეთებდი. გავაკეთე ასე ვთქვათ. ახლა ვაკეთებთ ზედა ზურგს. ძალიან გავაკეთე, დორსალი გავაკეთე. ახლა ვაკეთებ ზედა ზურგს, ოღონდ ანუ ზედა მხარეს ასე ვთქვათ გაბლა არ მომაქვს. ანუ ეს რა ქვია იმას არ ვიცი, ანუ მომაქვს ეს მომაქვს ასე ვთქვათ. მკერდთან მომაქვს. რომ ზედა ზურგი ტრაპეციო და ზედა ზურგი ასე ვთქვათ, ყველა კუნთი ვარჯიშო, უკანა მხარიც ასე ვთქვათ.
ბოლოს კი ვაკეთებ უკანა მხარს, მაგრამ ეს გვეხმარება რომ ანუ ზურგი მაღლა დიდი კონდეს ან რომ ანუ დიდი ზურგი ანუ დორიტო გამოგვიშეს, სამკუთხედი რომ გამოგვიშეს, მაგ ფოთში ვაკეთებ. აქ მაქვს ორი სერია მაქვს, ფაიომდე მაქვს. შუდენათი გამეორება. და მის მერე მაქვს დორსალის მაქვს, მაგრამ მე მგონი დორსალზე რომ მაქვს, ის ფაიო აღარ მაქვს, ბოტოფსი და ბაკოფი მაქვს, უნდა შევამოწმო. ხალხი რა ძალიან კარგია, მას ძალიან მისწავდება, მაგრამ ვერ ხოძე ვერ ვარ. არაფერი არ ფშველის იმენა, არც კაფე, არც Red Bull-ი არაფერი იმენა. მეზარება იმენა, ყველაფერი მეზარება. მოდი გავაკეთოთ ხლა რა უშავს. აუმინა ვაფშე ვერ ვაკეთე ვერაფერს იმენა, მაგრამ ყველანაირად მეშლება ხოლმე რომ ვაფშე ხარ ანუ ვარჯიშის მოღამზე არ ვარ საერთოდ. მე ორ საათს აღარ გადავიღებ. იგივე უნდა გავაკეთო და დორსალზე რო გადავალ მე რა გიხსნით. რატომ როგორ ვაკეთებ? ახლა ვაკეთებთ, უშოთ ვაკეთებთ პირველს ფშაშუდი გამეორებით და მე ვაკეთებთ ბაკოფს ორი სერია გვაქვს შვიდენათი გამეორებით და კომენტარებზე არ ვარ იმენა ისე ვარ გათიშული. ვაფშე არაფერს მოგამი არ მაქვს. მთელი ვიდეო კი მაგას ვაკომენტარებ, მაგრამ ვქნათ ჩვენი შეგრძნება ეგ არის. ეს ბალი შემოვიტანე, ბალი შევიფიქროს, იმიტომ რომ ავიწეო ზევით რომ ეს დაბლა არის, ასე ვთქვათ, ჭიფთან მომდიშა და მინდა რომ დაბლა მომივიწყო, რომ ანუ დორსალებს აქ უფრო ძალიან ქვედა მხარეს წავიდეს, დორსალის უფრო ქვედა მხარეს წავიდეს. და გავაკეთებ ტოპსეთ, კარგი ტექნიკით. კარგი ის არის რომ ეს ამაზე სტრაპი არ გვჭირდება. მეორეზე კი გვჭირდება სტრაპი, მაგრამ ამით გავაკეთებ რა ხან არ მაქვს. პრინციპში ფაიო არ გვინდა, რილებს უნდა გავაკეთოთ, თუ არ ვწდები კი რილებს უნდა გავაკეთოთ ტოპსეთიც და ბაკოფიც რილებს უნდა გავაკეთო და ნახოთ 70 ლიბრა დავწიეთ. და იმედია 7 რეპეტიციას გავაკეთებ რილერსით. ასმასა გიხარ. კარგი შეგრძნება არ მაქვს. მეორე მისიონია, ანუ ამ შემთხვევაში როგორც გინდ მხარე დონეზე რო წევ გარე და შეგნით. სიმართლე იგი მისიონია. იმიტომ რომ ანუ სტიმულს ხედავს ზურგში დორსალში, მაგრამ დის სტიმულს ვერ ხედავს თქვა. ის მეორე უფრო მეც სტიმულს მაძლევს. რავი, ბაკოფს გავაკეთე, ანუ სარ გადავიღე ბაკოფს თორე ძალიან ანუ ვიდეო არ მინდა ყოველთვის გადავიხმო თითო სერიები და აგიხსნათ რეალამდე უშირას ვერება აგიხსნათ რომ ვიდეო არ გაგრძელდეს. ანუ პატარა ვიდეო იყო და ბევრი ინფორმაცია იყო მაგ ფონში მინდა გააკეთეთ ხოლმე ერთი სერია დამწყებისთვის არ არის ერთი სერია, პროფესიონალისთვის არის ერთი და ორი სერია კარგი და ვინც დამწყები არის 3 სერიას გირჩევთ, 4 სერიას არ გირჩევთ. 2-დან 3 სერია დამწყებისთვის და უკვე დიდი ხანი ის ვარჯიშს პროფესიონალურად ერთი სერია და ორი სერია. მაგრამ ამჯერად არავინ არ ვარჯიშობს პროფესიონალურად, ერთი და ორი სერია გააკეთოთ. გირჩევთ რომ 2-დან 3 სერია გააკეთოთ, 3 სერია გააკეთოთ. ფაიომდე გააკეთოთ მე თავიდან, რომ სანამ მისწავლით რეალური ფაიო რა არის.
აქ მაქვს თო სერია, ერთ სერია მაქვს ტოპსეტი, მეორე სერია მაქვს ბაკოფი. და კომენტარში თუ იცი რა არის ტოპსეტი და ბაკოფი. და რა განსხვავება არის ტოპსეტი და ბაკოფის? რაში გვეხმარება ტოპსეტი და ბაკოფი? აქ ავაკეთე ორ სერიას. აქ ძალიან მისწორდება რომ ხალხი არ არის, მართლა გითხრათ. ძალიან ცოტანი ვართ. შეიძლება იყოს ერთი 10 კაცი თლიან ჯიმში. კარგად ვიღებ, მაგრამ აი მენა ხოძე ვერ ვარ. ძალიან უენერგიოდ ვარ. და ძალიან მithდება სიმართლე გითხრათ. რომ ხალხი რო არ არის. რომ შემიძლია თავის პლატ ვიყო, მაგრამ აი მენა გათიშული ვარ. სხვა გზა არ გვაქვს, რაც არის ეგ არის. სოგადაფშა, რომელი საათი არის? პრინციპში 45 წუთია ვარჯიშობთ. დიდი ხანი არ ვარჯიშობ, ძალიან კარგად ვრჩებით, ალბათ საათი ნახევარში მაქსიმუმ ვრჩებით რა. ექვსი რეპეტიცია გავაკეთე რელიერტით, მაგრამ მე მგონი რომ ნაკლები წონიდი გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, 125 უნდა დამედო და გვაქვს 120 კილოთი გავაკეთეთ. მაგრამ არა უშავს. რაც არის ეგ არის. 5 კილოთი ნაკლები გავაკეთე თითო გვერდზე ასე ვთქვა. ეხლა რაც ვიზავ, იგივეს გავაკეთებ. ოღონდ ფაიომდე გავაკეთებ. რახან სტრაპი არ მაქვს. ჩემი ფაიო იქნება რელიერტი და მაგას გავაკეთე, მაგას ვიზავ. და ამით მორჩები და გადავალ მე დორსალზე გადავალ და ეხლა ვხსნით მე პატარა რაღაცებს, როგორ გავაკეთოთ. რაც გაკეთებული და არ არის. და ამ გავაკეთო ბილატერალური ასე ვთქვათ. ცალმხრივი არ შემიძლია, ანუ რაც უნდა გამეკეთებინა სამაჯური, სახელური ასე ვთქვათ, ცალი ხელით ჩამოხატვა არ შემიძლია, იმიტომ რომ დაკავებული არის. და ამას გავაკეთებ, ყოველთვის გავაკეთებ. პრინციპში სიტუაცია არის, იგივე ეს აკეთებს, მაგრამ ანუ მე ვარჯიშს არაფერს არ ვაკეთებ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პროგრამებული ასე ვთქვათ, სპლინტში ის მაქვს და ის წონები ვიცი ასე ვთქვათ, ასე თუ ისე და ქოფში წონები არ ვიცი. თან ახლა ოთხრივი არის არ მისწორდება სიმართლე გითხრათ. როდეს კომპენსაციის პუნქტში, ანუ ვერ გავაკეთებთ კომპენსაციას. ცალმხრივი არ არის, მაგრამ არა უშავს. მეჩქარება უკვე და ანუ იგივე პატრონი გავაკეთებ და იგივე სიტუაციები გავაკეთებ, უგონ ორხრივი ბილატერალური იქნება და ცალმხრივი არ იქნება. ამის მერე გადავართ მე უკანა ზურგი კი არა, უკანა მხარი. 3 სერიას გავაკეთებთ, შვიდათი გამორები და მორჩებით. არა ეს ამონას მოძრაობ სხვა გზა არის და რატო ვაკეთებ ასე ვთქვათ კუზს რატო ვიხრები ესე იმიტომ რომ დორსალს მას რო ვიხრებით უფრო იჭმება დორსალი ასე ვთქვათ ანუ არა ვიწელება თუ ანუ ის იწელება უფრო გრძელია მოძრაობა ასე ვთქვათ და მაგით ვაკეთებ ყოველთვის დორსალს ანუ ცოტა მოკუზულს კუზივით ასეთ პონჩი რომ ეს უფრო მეტი დაჭიმა არის ვიდრე ესე რომ აქედან ბოლომდე წაფიდან წამოიღოს ტიპი დაჭიმა დაბლიდან ერთ სერიას გავაკეთებ და მე გადავართ ფლაი ბილატერალზე გადავართ ჯერჯერობით დაკავებული იქ მანქანა იმედი მორჩება და გავაკეთებ და წავალ მალე სახლში ოდროს უყოლ
ვარჯიშს მოვჭით, იმენა გათიშული ვარ. ბოლოს ვეღარ გავაკეთე, სადაც გვინდათ, დაკავებული იყო. და სხვა ტრენაჟერს გავაკეთე, რომელიც არადროს არ გამიკეთებია. მაგრამ იგივე კუნთს კი აკეთე, მაგრამ ბიომექანიკურად იგივე არ არის და არც არ უცებ ამ წონებს ვაკეთებ და არ მისწორდება ხოლმე სიმართლე გითხრათ. შეიძლება კაბელზე გავაკეთო, სხვა კაბელებზე გავაკეთო. სხვა დაძაბულობა სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ მაინც კაბელზე ვაკეთებ და ეგ მირჩევნია, ვიდრე იგივე კუნთი გავაკეთო სხვა ტრენაჟერებზე, ასე ვთქვათ. ვცვალო ყოველთვის არ მისწორდება ეგ, იმიტომ რომ არა კარგი არ არის პროგრესისთვის. მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. მალე რომ მორჩენილიყავით, მაგით გავაკეთე, ხოლმე წავედი მეჩქარება და აღარ დაველოდი არავის. კარგად ვივარჯიშეთ, სავარაუდოდ. ეს ჩვენი ბოლო ვარჯიში არის საქართველოში, ამის მერე ვიქნებით უკვე ესპანეთში და აბა როგორ ვივარჯიშებთ ესპანეთში უკვე, რომ დაუბრუნდებით ჩვენს აბიტატს, ჩვენს გარემოს, ისე ვთქვათ, მოდმივ გარემოს. ველოდები რაღაცები გამეუმჯობესებინა, მაგრამ თან რო დავფიქრდები, მოწამლული ვიყავი, ვერ ვარჯიშე, ერთმანეთს ვეჭვავდი, მე გვიან ვარჯიშობდი, ხან ვარჯიშობდი, ძალიან არასწორად არასწორად პონჩი, რომ როგორც მინდოდა ისე ვარჯიშობდი, სულ მე ან მეჩქარებოდა, ან ძალიან მეგვიანდებოდა. და რავი, მაგ პონჩი ძალიან მეშლება ნერვები. წესით მე მგონა რომ ჩამოვიდოდი აქ საქართველოში, მე კარგად ვარჯიშობდი, უფრო დაალაგებულად ვარჯიშობდი, წნარად ვარჯიშობდი. მაგრამ არა ძალიან პირიქით მომივიდა ყველაფერი. მაგრამ რაც არის, ეგ არის, არა უშავს. ცუდად გავთვალეთ ყველაფერი. გამოიწერეთ, გორით დალაიქეთ, გააზიარეთ და დააკომენტარეთ რა ნებისმიერი კომენტარები ვარჯიშთან დაკავშირებით და ნუტრიციასთან დაკავშირებით, როგორ გააკეთოთ დიეტები, ან როგორ ვარჯიშოთ. პასუხს გაგცემთ, ასე ვთქვათ. მე ხლა წავალ და მოვგვარებ საქმეებს, რომ 2 დღეში ხვალ არა და ზეგ მივდივარ, ზეგ გამთენით, ხვალ ღამე მივდივარ, ასე ვთქვათ. მომავალ შეხვედრამდე სხვა ვარჯიშზე უკვე ესპანეთში დავდებთ.